ბექაურმა ქვეყანაში სავარაუდოდ კონტრაბანდულად შემოყვანილი ბოკვერი ზოოპარკში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მიიყვანა. ფორმულას ამის შესახებ ზურაბ გურიელიძემ უთხრა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში სახელმწიფო უწყებაც მონაწილეობდა, რომელსაც ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო შემთხვევაზე. არც ის უთქვამს, ჰქონდა თუ არა ბექაურს შესაბამისი ნებართვა. კითხვას, როგორ შეიძლებოდა ველური ცხოველი საქართველოში მოხვედრილიყო, ზოოპარკის დირექტორმა უპასუხა, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდით. ვიდეო როგორ ეფერება ბოკვერს თავად ბექაურმა გამოაქვეყნა, ის ამ დროს ავტომობილით ბასლეინზე გადაადგილდებოდა, რაც კანონდარღვევა. მოვიდა ახალი ბინადარი, ძალიან ესეთი ცნობილი ბინადარი, რომელმაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საბოლოოდ მოხდა ჩვენთან. რას აპირებთ? არაფერი გავსდით, მე ალბათ ჩამოვუყნათ მეწყვილეს და რა შეყოლება. პატრონიც იყო მოსული, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მოსული იყო, ასე რომ ყველანაირი, ასე თქვა, ფორმა, რაც ჩვენთვის საკმარისი იყო, დანარჩენი, რა ვიცი, ნახოთ, ალბათ ეს გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკრება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია.